რას ნიშნავს კოდი UN1710 და UN3439, რაზეც კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც არის აკრძალული და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული? რა თქმა უნდა, არ აკრძალული ნივთიერებები. არა და ორივე მათგანი აერთიანებს ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ნივთიერებათა კლასს 6.1 და აქვთ საერთაშორისო აღნიშვნა. Poison ნიშნავს შხამს. პირდაპირ წერია, რომ ყველა ნივთიერება ამ ქოლგა კოდის ქვეშ არის შხამი, არის ტოქსიკური ნივთიერებები და მათი გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ აკრძალულია ყველგან. ისინი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლის ინჰალაცია, გადაყლაპვა, კანზე მოხვედრაც კი იწვევს დაზიანებებს და ეს დაზიანებები შეიძლება იყოს ხანგრძლივი. ის რჩება ტანსაცმელზე და გარემოზე. მათ შორის განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ 1710 არის თხევადი სახით, ხოლო 3439 არის კრისტალური, ანუ ფხვნილის სახით, მაგრამ მათ არც ერთი გამოყენება არ შეიძლება და ის ეწინააღმდება ქიმიური იარაღის კონვენციას და საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულია. დემონსტრანტების მიმართ მხოლოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის სპრეი და არც ერთი მათგანი არ არის ამ ქოლგა კოდების ქვეშ. იმედია, ეხლა ყველასთვის გასაგებია.